პირველად Facebook Live-ის საშუალებით ჩაატარეს ევანგელისტურ ეკლესიაში. რიტუალს მხოლოდ პასტორი ესწრებოდა. მსახურები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო მათთვის უჩვეულო ვითარება შეიქმნა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია მოუწიათ. ევანგელისტურ ეკლესიაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია სახელმწიფოს განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ. Цариელი დარბაზი იქნება, რომელიც ძალიან რთული აღსაქმელი არის ჩემთვის და ძალიან უჩვეულოა, არასოდეს ესე არ ყოფილა, იმიტომ რომ ყოველთვის გვიხარია, რომ მოდიან ადამიანები გვისმენენ. როდესაც სამკაცზე დადგა საკითხი, რომ მეტის შეკრება არ შეიძლება, ჩვენ ავხსენით მრევლს, თუმცა ისინიც უკვე მზად იყვნენ ამისათვის. სახელმწიფო არაფერი არ ახსნა, თითქოს თვალი დახუჭა, ჩვენ დავემორჩილეთ და შევხედეთ, რომ სხვები, მაგალითად მართლმადიდებლურ ინსტიტუციაში ისევ იკრიბებოდნენ და ისევ მიმდინარეობდა ყველაფერი ძველებურად, მართალი გითხრათ, გარკვეული პროტესტი გაგვიჩნდა. თავი რაღაცნაირად ვიგრძენით უგულებელ ყოფილად.